სასახლე და კაბინეტის ზომა განსაზღვრავს თუ არა პრეზიდენტის სიძლიერეს. ჩვენ მოვისმინეთ ბატონ დავით ერთად თუ როგორ შეფასებებს აკეთებდნენ მართველი გუნდის ლიდერები, რას ნიშნავს ეს განცხადებები და აკნინებენ თუ არა ისინი ამით საპრეზიდენტო ინსტიტუტს. მოდით დავუფასოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს გულწრფელობა. ბოლო დღეებში მათ შესაშური გულწრფელობით გაგვიმხილეს, რომ მათი მთავარი ამოცანაა შეარჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება სუსტი პრეზიდენტი, რომელიც ამ პოსტს არარაობად აქცევს და აი ასეთი კანდიდატის შერჩევის პროცესში არიან. ჩვენ მოვისმინეთ შესაშური გულწრფელობა მათი ფავორიტი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილისგანაც, რომელიც ამბობს, რომ ხალხო ტვინი გაანძრიეთო, დიახ, მე ვარ ასეთიო, რომელსაც ხალხსაც გითხრა ყველას, რომ დაამთავრეთ ეს დისკუსია და ნუსვამთ კითხვებს რა ხდებაო, ხელისუფლება ეძებსო ყველაზე სუსტ კანდიდატს, ანუ საკუთარ რიგებში ლიდერები რომ თუ იყვნენ კანდიდატები, მაშინ პოსტის მნიშვნელობას ავწევდითო. ანუ მოვძებნეთო ვიღაცა რიგითიო ადამიანიო ჩვენს ქვეყანაშიო და მას დაუჭერთ ხარსო და ქალბატონი სალომეც ამბობს, რომ გაანძრიეთ ტვინიო და დაინახეთო, რომ დიახ მე მზად ვარ ვიყო ამ როლშიო და ამიტომ თქო ხელისუფლებას დამჭირო მხარიო. ეს ყველაფერი გულწრფელობის იქეთ რომ არ იყოს საოცრად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის, მაშინ მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ ესე იგი ასეთ კონკურენტთან მიწევს ბრძოლა, ასეთ დღეშია ხელისუფლება და პრაქტიკულად ესე იგი მეც და სხვა კანდიდატებიც ვრჩებით ძალიან საინტერესო ვითარებაში. მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ დიახ ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ ბევრი სხვადასხვა მხრიდან, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია, მისი როლი, მისი ფუნქცია საზოგადოებაში ძირს დავწიოთო. აი აქ ჩვენ გვაქვს საქმე სუპერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან. ამაზე მეტი რა შეიძლება გააფუჭოს პოლიტიკოსმა და სახელმწიფო თანამდებობის პირმა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს მისი მეთაურიანად რიგითი სახელმწიფო მოხელით გათავებული, მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე მუშაობდეს ხალხი. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ახალი მოდელით ახალი პოსტი, იმიტომ რომ მანამდე ერთ ადამიანში იყო მთავრობის ხელმძღვანელობაც და სახელმწიფოს მეთაურობაც. დღეს პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი ხმაშეწყობილად ერთად რომ შრომობდნენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. მოსახლეობაში სახელმწიფოებრივი ეროვნული წარმატების და წინსვლის ენთუზიაზმის გამყარებაში, უამრავი მოუგვარებელი საკითხის მოგვარებაში. ანუ მთავრობა და მმართველი გუნდი დაინტერესებული რომ იყოს, იმითი რომ მას ძლიერი ავტორიტეტული ფიგურა ყავდეს სახელმწიფოს მეთაურად, როგორც მხარდამჭერი კარგ საქმეებში, როგორც მომგვარებელი შიდა პოლიტიკური უთანხმოებების, როგორც კონსენსუსის და საზოგადოების გამთლიანების მაძებელი. ნაცვლად იმისა, რომ ამითი იყვნენ დაინტერესებული ვართ იმითიო, რომ იქ იყოსო ვინმე ისეთი უავტორიტეტო, სადმე ისე არჩეული და ისე შერჩეული და ისე გამორჩეული, რომ მის სიტყვას ფასი არ კონდესო, შესაბამისად ჩვენ ნერვები არავინ მოგვიშალოს იქედანო. ხალხო, ამ დაგვარი რამ ამ ქვეყანაში რა არ ვნახეთ 1991 წლიდან დღემდე, რა არ ვნახეთ. ამ დაგვარი არაფერი გვინახავს. და აი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთ ხელისუფლებას და სახელისუფლებო გუნდს ამისი თქმა არ უკადრია. ქმედებით ბევრს უარესი გაუკეთებია და ქმედება ერთია, მაგრამ იმდენი გააზრება მაინც ქონია, რომ რა შეიძლება თქვა და რა არ შეიძლება თქვა. და თუ რამეს ამბობ ასეც, მაშინ რომ შეუძლებელია შენ გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს ემსახურებ. მე დღეს მისვამდნენ კითხვას, რომ აი იმის გამო რომ სალომე და ასე ისე და იქნება ოცნების გუნდი თქვენ ხომ არ გიჭერთ ხარს. ხალხო, რაზე მელაპარაკებით? ანუ ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ვეძებთ ყველაზე სუსტ კანდიდატს. ჩვენი ლიდერი ვინმე რო გამოგვეჩინა, ეს ზედმეტი პატივი იქნებოდა პრეზიდენტობისთვის. გავაძლიერებდით illuziას პრეზიდენტის ჭარბუფლება მოსილებასთან. დაკავებული ვართ იმით, რომ ვეძებთ ვინ არის სუსტიო. ჩვენივე წრის პირველ ხარისხოვან ლიდერებთან შედარებით, ვინმე მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვანი ადამიანი, რომელსაც ფორმალურად იქ გავამწესებთო. ასეთ ადამიანს ვეძებთო. და ეხლა მე გიჟი ვარ, რომ ვიყო დაინტერესებული ამ ხალხის მხარდაჭერით და უნდა გამიხარდეს, რომ ვაიმე, ესე იგი სპიკერმა და ვიცე-სპიკერმა ჩემზე გააკეთეს აქცენტი. ანუ გამომარჩიეს ქვეყანაში როგორც მეორე, მესამე ხარისხოვანი ვიღაცა, რომელიც იქნება, სადმე იჯდება თავისთვის და ამას უნდა ვცდილობდე? სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ამას, თხოვა დღეს რომ ხარი დამიჭირეთ და მზად ვარ ვიყო ასეთიო. ეს მისი არჩევანია. რაც შეეხება სასახლეებს და ვინსად უნდა იჯდეს.
ეხლა და მიანიშნებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები სასახლის ზომა ამ შემთხვევაში განსაზღვრა მისი ამბიციები და სასახლის ზომასთან დაკავშირებით თუ სასახლის ზომა უნდა იყოს კავშირში კონკრეტული სახელმწიფო მოხელის თუ არ ვიცი თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ საძალაუფლებო წონასთან მაშინ მე გეტყვით ასე რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული საძალაუფლებო ადმინისტრაციული წონით უნდა განთავსდეს რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე. იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ინდივიდუალურად მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთოს, თავისივე თანაშემწეები დანიშნოს ერთპიროვნულად და შეიძლება Google მაღრაზე არ გაუშვან თამბაქოს საწინააღმდეგო კონფერენციაზე სადმე. სხვა არანაირი ფუნქცია ერთპიროვნულად პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს. მაშინ კეთილინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს იქ დაждდეს თავისი წონის შესაბამისად და მე ელაპარაკოს იმაზე რომ თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს ეს არ ნიშნავს იმას რომ აულებრის სასახლე არის უალტერნატივო მეც ვამბობ იმას და ძალიან მკაფიოდ ვამბობ რომ ვარ იმავე პოზიციაზე სადაც ვიყავი 2012 წელს და ვამბობ რომ გამარჯვების შემთხვევაში და შემდეგ დიახაც მე შევალ აულებრის სასახლეში და აულებრის სასახლედან მექნება მოლაპარაკებები და დავარწმუნებ პირველ რიგში მთავრობის მეთაურს პრემიერ-მინისტრს ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში ჩვენ ნომერი პირველი პრობლემა გვაქვს პარლამენტის ქუთაისში არსებობა ესაა ის ადგილმდებარეობა რომელიც პარლამენტის ფუნქციონირებას მინიმუმ 30-40%-ით ამცირებს ეფექტიანობას. პრეზიდენტი თქვრის გაღმაჯდება თუ გამოღმა, პრეზიდენტს შეუძლია იპრეზიდენტოს. მაგრამ მეც ვთვლი, რომ იმ ვითარებაში სადაც ვართ, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ძლიერი სახელმწიფო სიმბოლოები. აულებრის სასახლეში მე გამოვალ იქედან, მაგრამ არა გამოვალ იმიტომ რომ ვიღაცას ასე უნდა, ან იმიტომ რომ წავედი და რაც უნდა ის მომხდარა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გადმოვა თბილისში და სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო ეყოლება. ბევრისთვის ცოტა ისეა, ქუთაისში ხარ ჯობია იქ დეცენტრალიზაცია რაღაცეები, უკაცრავა და სისულელეები. საპარლამენტო მმართველობაზე რო ლაპარაკობს ეს ხალხი და ამას იშველიებს ყველაფრის არგუმენტად, რომ პრეზიდენტი იქიდან აქ უნდა ჩამოვიდეს, სადღაც უნდა, იმიტომ რომ საპარლამენტო მმართველობაა. საპარლამენტო მმართველობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები კვირაში 2 დღეს მაინც ატარებენ პარლამენტის შენობაში. მაშინაა საპარლამენტო მმართველობა. ამიტომ როცა ვამბობ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტი უნდა გადმოვიდეს მეთქი მე პარლამენტის წევრების ნერვები კი არ მაღელვებს რომ აი გზაში ნერვები ეშლებათ არამედ ის რომ პარლამენტის იქ ყოფნა ნიშნავს სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის შინაარსის გამოცვლას იმიტომ რომ სადაც პარლამენტია მთავრობაც იქ უნდა იყოს აგერ 23-ში ჩამოდის ქალბატონი მერკელი გერმანიის კანცლერი და კითხონ ქალბატონ მერკელს კვირაში რამდენ საათს ატარებს პარლამენტის შენობაში შიგნით და მისი მინისტრები რამდენ საათს ატარებენ პარლამენტის შენობაში შიგნით. ამიტომ, როცა შენობებზეა საუბარი და საპარლამენტო მმართველობის მოდელის ადეკვატურ მოწყობაზე, ნომერი პირველი თემაა, რომ პარლამენტი და მთავრობა უნდა იყვნენ პრაქტიკულად, აი ფეხით სასიარულო მანძილზე, რომ ესაა საპარლამენტო მმართველობა. პრეზიდენტი მე მგონია, რომ ათონელის ქუჩაზე უნდა განთავსდეს, მაგრამ რატომ მგონია ეს? აულებრის სასახლეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს რესპუბლიკის სასახლე, სახელმწიფოს სიმბოლო, რომელშიც გავაერთიანებთ 18-21 წლის რესპუბლიკასაც, 91 წლიდან დღემდე რესპუბლიკასაც. საბჭოთა რესპუბლიკას ცხადია არ თქვენ თუ გახდებით პრეზიდენტი, უკვე გაქვთ მოძებნილი ფუნქცია. აუცილებლად ეს ფუნქცია ახლა კი არ მოძებნე კაცო. 2012 წელსვე ეს კონცეფცია ჰქონდა ჩვენ, რომ სახელმწიფო ენის დარბაზი განთავსდეს რესპუბლიკის სასახლეში. სახელმწიფო სხვა სიმბოლოების დარბაზი განთავსდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სასახლეში საქართველოს რესპუბლიკის სასახლეში უნდა განთავსდეს აი 18 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის ყველა მეთაურის პორტრეტი. დიახ, გვერდი-გვერდ უნდა ჩამოვკიდოთ ჩვენ ზვიად გამსახურდიას პორტრეტი, ედუარდ შევარდნაძის პორტრეტი, სააკაშვილის პორტრეტი, ივანიშვილის პორტრეტი, ყველა ვინც იყო პრემიერი და პრეზიდენტი. დიახ, ეს ასე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო დავინახოთ ავიც და კარგიც. ვიღაცას ეს პორტრეტი უხარია და მას ცემს თაყვანს, ვიღაცას ეს, მაგრამ ესაა ჩვენი სახელმწიფოს ისტორია. ასეთი შენობა უნდა გქონდეს ჩვენ როგორც ჩვენი ერთიანი სახელმწიფოებრიობის განცდა. ანუ აქ აზრი უნდა დავატანოთ ვინსად გამოვა და შევა. და არა ის ამბები რომ ესე იგი თურმე ქართული ოცნება გაფაციცებით ეძებს ვინ იქნება ყველაზე უარესი პრეზიდენტი, ვინ არის ის ვისაც ოცნების ლიდერთა შორის არ დაედგომება, იმიტომ რომ იქ ელიტაა და ძლიერი ხალხია და ასე კორიფეები თუ იქნებოდნენ კანდიდატები, მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტის როლიც აიწევდა. მოძებნეს
ვინც არის მესამე ხარისხოვანი და მეხუთე ხარისხოვანი და ამას აკეთებენ, ის ვიღაცას თანახმაა რომ იყოს ასეთი, აი აქ გვაქვს საქმე. ასეთ ვითარებაში მე როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, რა თქმა უნდა, მიუმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მათ შორის იმ ხალხს, ვინც გუშინ და გუშინ წინ და იმის წინ არჩევნებზე ხმამისცა დღევანდელ ხელისუფლებას. ხალხო, დაფიქრდით. 2012 წელს იმიტომ ვიყავით ერთად და იმიტომ ვცვლით სახელმწიფოში იმ რეჟიმს, რომ აქამდე მოვსულიყავით, რომ აი ამ ფარსში და ტრაგიკომედიაში მიგვიღო მონაწილეობა, თუ გვაქვს რწმენა და განცდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები, ჩვენ ამ ქვეყანას უნდა ვუპატრონოთ. დიახ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ფიგურა პრეზიდენტად, კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩამჯდარი ფიგურა პრეზიდენტად. შენობები თუ არის ილუზიების შემცველი და გამომწვევი, რომ თურმე შენობები თუ იწვევს ადამიანებს ილუზიებს, მაშინ იქნებ ამ ხალხმა ბატონ ივანიშვილს თხოვონ, რომ იქნებ საერთო საცხოვრებელში გადაბრძანდეს, იმიტომ რომ პარტიის თავმჯდომარეს კონსტიტუციურად არანაირი ძალაუფლება არ აქვს და იქნებ დიდ შენობაში, რომ ეს ხო არ უჩენს ილუზიას ივანიშვილს და ამიტომ არის ამ ქვეყანაში ძალაუფლების მპყრობელი. ამაზე გველაპარაკებიან ეს ხალხი? ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საჭიროა ცვლილება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივუბრუნდეთ უკან ნაციონალური წარსულისკენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩენა ოცნებურ რეალობაში. ცვლილება, სახელისუფლებო ცვლილება უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების გზით, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში ცვლილების შესაძლებლობა, ცივილიზებული ცვლილების შესაძლებლობა უნდა გააჩინოს აი ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი კანდიდატის არჩევამ, რომელსაც ეს ყველაფერი ესმის, ეს უკეთებია მთელი ცხოვრება და აი ამ კონიუნქტურას და იწილობ-იწილოს და გუშინ მეწყინა პრეზიდენტისგან, ამიტომ ეხლა პრეზიდენტის სასახლე უნდა გამოუშვა და იქ უნდა ვინმე სუსტი ადამიანი შეუშვა და იმან ნერვები არ მომიშალოს. აი ამაზე არ იქნება კონცენტრირებული. ბატონ და თუ ხელისუფლება ასე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის ძალიან სუსტი, ბევრ ფულს ხარჯავს ის სასახლეზე, მის კომფორტზე და ასე შემდეგ, საერთოდ რატომ არ აუქმებენ მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტს? 40 მილიონი ლარი გვიჯდება ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები. კიდევ ძალიან ბევრი ფული, ათეულობით მილიონი ლარი პრეზიდენტის შენახვა და ასე შემდეგ. თუ პრობლემა იმაშია, მაშინ რომ ეს არ არის საჭირო და მათი გუნდი ბრძოლასაც კი არ თulis საჭირო და ამ თანამდებობისთვის, რატომ არ აუქმებენ მაშინ ამ თანამდებობას? იცით, ყველა სახიფათო ისაა, რომ აი ამ ქმედებებიდან მსგავსი კითხვები მწიფდება ალბათ ბევრი ჩვენი ტელემაყურებლის და თანამოქალაქის მე პირადად გამიჩნდა ეს კითხვა. და აი ესაა ყველაზე დამღუპელი. როდესაც ხელისუფლება აჩენს იმ ტიპის კითხვებს და განცდებს, რომ საერთოდ ჭირდება პრეზიდენტი. და მეორე ნაწილი ამ კითხვას ცოტა გავაგრძელოთ. და პარლამენტისგან რამე დიდი კონკრეტული ხეირი გაქვთ ან თქვენ ან მოქალაქეს ვინმეს. იქნებ პარლამენტის აღარ გჭირდება და საერთოდ ეს პრემიერ-მინისტრებიც ხო ვეღარ გავიგეთ, რატომ მიდიან, რატომ მოდიან, საიდან ირჩევიან, ვირაშვება. აი, მგონი მთავრობაც, და აქედან რა ხდება, იცით? რომ საერთოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრება შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? თუ ჩვენი მაქსიმუმი ეროვნული პოტენციალის არის რამე კოლონიად ყოფნა, გუბერნიად ყოფნა, როცა ვიღაცა გმართავს. აქამდე მიდის ეს უბედურება. ესაა სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმის გაღვივება. ეს არის ნგრევა იმისი, რასაც 200 წელი ნატრობდით, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩვენვე გვეკუთვნოდესო, ჩვენვე მართავდეთო, ვიყოთ სუვერენული და ჩვენი ერის, წარსულის, დღევანდელობა, ცვალინდელის, ჩვენ შევინარჩუნოთ, ჩვენ გავიხაროთ ჩვენს ქვეყანაში და თემ სოფლიოსაც ამაყად ვაჩვენოთ, რომ აი ნახე რა მაგრები ვართ. ამის ნაცვლად ვითარდება ეს ამბები, რომ ესე იგი თურმე გერმანელებს რატომაც პრეზიდენტი ჭირდებათ, თურმე გერმანელები სუსტ ფიგურას კი არ ეძებენ პრეზიდენტად, არამედ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანცლერის პირველი მოადგილე და წამყვანი პარტიის ლიდერი შტაინმაიერი დანიშნეს პრეზიდენტად. ახლა მერკელი რო ჩამოვა, ახლა ერთი იქნება ჩვენი ძვირფას ლიდერები გაესაუბრონ და ესე იგი რომ როგორ მოახერხა მერკელმა ესე დასუსტება, დაკნინება გერმანიის პრეზიდენტის, რომ ამხელა ფიგურა გახდა პრეზიდენტი. ან იქნებ იტალიაში გადაიხედონ, აგერ ახლა რო სერიოზული კრიზისი იყო, იქ არჩევნების შემდეგ მთავრობა ვერ იქნებოდა, პრეზიდენტმა რა როლი ითამაშა იქ. ან იქნებ ელისაბედ მეორეს გაუგზავნონ დეპეშა საპარლამენტო მოდელის სამშობლო ბრიტანეთს, რომ დაცალოს ბუკინგემის სასახლე, გადავიდეს დაუნინგ სტრიტზე მეორე სართულზე და ტერეზა მეი გადავიდეს პრემიერ-მინისტრი დიდ სასახლეში, იმიტომ რომ იმას აქვს დიდი ძალაუფლება. ანუ აი ამ აბსურდებში გახვეული ჩვენ რა თქმა უნდა თავარი პრობლემა ეგ არის. თორემ ოცნება ვერ წაიღებს ამ ქვეყანას ვერსად. მაგრამ საზოგადოებაში, მოსახლეობაში ამ ნიჰილიზმის გაჩენა, რომ არა აქვს ამას აზრი, რაში გვჭირდება და სასამართლო რაში გვჭირდება, სასამართლოებით ხო ვართ ძალიან კმაყოფილები, ან რომელი ადმინისტრაციული ძალაუფლება აქვს სასამართლოებს, რაღაც ნამდვილად დიდ შენობებში არიან, გამოვიყვანოთ იქედან, იმიტომ რომ ვერავის ვერ ნიშნავენ და ათავისუფლებენ თანამდებობებიდან. ეს არის სუპერ
საძალაუფლებო კონიუნქტურაში გახლართული ძალიან კარგი ხალხის, იმიტომ რომ უმრავლესობას ვიცნობ, მაგრამ აი ამ ვითარებაში გახლართულებს იქნებ ან თავად შემოილაწუნონ, ან ვინმე შემოულაწუნოს, ან რაღაცა მოხდეს, რომ აი ამ ძალიან კარგმა და განათლებულმა ადამიანებმა, რომლებიც ასეთები იყვნენ, ძალაუფლების ტვირთით გაჭყლეტილებმა და აი ამ რაღაცა სტრესების მდგომარეობაში ასეთი სისულელეები არ ვაკეთოთ, არც მე და არც სხვა. ძალაუფლების ტარება არის მძიმე და ადამიანები უნდა ვიყოთ მზად, რომ დაგვაწვება ეს ხან პრემიერებს, ხან პარლამენტის თავმჯდომარეებს, ხან პრეზიდენტებს, ხან მერებს და ასე შემდეგ. ხოჩაღად უნდა ვიდგეთ ხერხემალი ნებისყოფა, ჩვენი ძალა, პოლიტიკური ნება, განათლება, გონიერება აქ უნდა ჩავხდოთ. და თუ დავინახავთ, რომ ადამიანები აქამდე ჩამოდიან, რომ ესე იგი აი ქუჩაში რო გავიდეთ, ქუჩაში ვერ ნახავ, ყველაზე უფრო არ ვიცი საქმეში ჩაუხედავ ადამიანს, რომელიც ასე იტყოდა, რომ ხო, რაღაცა დამეტანი ისა, მოდი დავაკინოთ ეს პრეზიდენტი და ვინმე სუსტი ავირჩიოთ, იქ რაში ვჭირდება ძლიერი ადამიანი და ესეთი ფიგურა ავტორიტეტული პრეზიდენტად. ამას არ გეტყვით არავინ ალბათ ქვეყანაში, ვინც ოდნავ მაინც ფიქრობს ქვეყანაზე. არც ეს ხალხი ფიქრობს ასე, მაგრამ აი ამ პოლიტიკურ კონიუნქტურაში გახლართულებმა იქნებ როგორმე გამოვერკვიოთ ხალხო, მეგობრებო, კოლეგებო, არ შეიძლება ასე. სასამართლოს თავმჯდომარის თემა აუცილებლად უნდა გითხრათ. ჩვენ ძალიან ცუდი რამ დაგვემართა. იმიტომ რომ ორი ფაქტი დაემთხვა ერთმანეთს. ერთი, კონსტიტუციური ცვლილებებით ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ნორმა ძალაში და სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაეს სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის საბჭოს წარდგინებით აირჩევს უმრავლესობა, უკვე ეს მოდელი შემოდის. ეს მოდელი შეიძლება დამუშავებული იყო 7 წლის მერე, მაგრამ მეორე ფაქტი დაემთხვა მას. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. რა ვითარებაში რატო ამაზე დრო არ არის ახლა? ეხლა ვაკანტურ თანამდებობაზე თუ აქ არ დაინიშნა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ახლა. არჩევნების შემდეგ მოქმედი წევრებიდან იუსტიციის საბჭო, მურუსიძის საბჭო წოდებული, შეარჩევს ვიღაცას და უმრავლესობა დანიშნავს სასამართლოს თავმჯდომარედ. ეხლა წარმოიდგინეთ, რა ნდობა და ავტორიტეტი ექნება ასე შერჩეულ თავმჯდომარეს იმ ვითარებაში, როდესაც გვაქვს აი ეს ძალიან დიდი უნდობლობა ამ სისტემისადმი. ეხლა ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მოქმედი პრეზიდენტის წარდგინებით მოქმედმა უმრავლესობამ აირჩიოს თავმჯდომარე. ანუ რა, რომ მოქმედი პრეზიდენტის სახით ჩვენ ქვეყანას და არა მარგველაშვილს და მის საახლობლოს აქვს ინსტრუმენტი, რომ სასამართლოს თავმჯდომარედ ჩვენ მივიღოთ გაცილებით ფართო ნდობის, ლეგიტიმაციის და რაღაც ავტორიტეტის მქონე ადამიანი. უმრავლესობა უკვე არ ერთვება ამ პროცესში. ხო და უყურეთ, მაგაშია მთელი უბედურება რა, რომ უმრავლესობა, რომელსაც ქვეყანა აბარია, პრეზიდენტი ორ თვეში აღარ იქნება პრეზიდენტი. უმრავლესობა, რომელსაც ქვეყანა აბარია და სასამართლოს ნდობის და სერიოზული ფიგურის, წონიანი ფიგურის, რომელსაც აი აქედანაც ექნება მხარდაჭერა პრეზიდენტის მხრიდანაც და იქიდანაც უმრავლესობის მხრიდანაც. ანუ მე და თქვენ შორიდან რომ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ხო ეს არ არის რაღაცა ვიწრო ერთ კაბინეტში. ეს არის პრეზიდენტი და უმრავლესობა, რომ არაფერზე შეთანხმდნენ. აი ეხლა სახელმწიფო საქმეზე, იმიტომ რომ ის თავმჯდომარე 10 წელი უნდა იყოს თავმჯდომარე. ის თავმჯდომარე მოინელებს ოცნებასაც, ამ პრეზიდენტსაც, ახლად არჩეულსაც და ყველას. ანუ ქვეყნის გამაგრებისთვის ჩვენ და პირველ რიგში უმრავლესობა უნდა ცდილობდეს გამოიყენოს დღევანდელი პრეზიდენტი ამ საქმეში. ამის ნაცვლად გუშინ გვეუბნებიან რომ შევწყვიტეთ კონსულტაციები აღარ გვაინტერესებს. ანუ რა აღარ მაინტერესებს მე გავა სამი თვე და ვისაც მინდა იმას დავნიშნავ. ასეთი დამოკიდებულებებით ვერ შენდება სახელმწიფო. მე უკვირს ამ ხალხს რომ ჩვენი კეთილის რახვებიო, რატო არ განხორციელდაო, რატო არ წავიდა ქვეყანა ეკონომიკა ლარი და ყველაფერი წინო. იმიტომ რომ რაღაცა ერთ სწორს რო გავაკეთებენ, მე სამით უკან მიდიხარ. თქვენ თქვით რომ იცნობთ ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ქონდათ ურთიერთობა, იყავით ერთი გუნდის წევრები. ეს ყველაფერი ის რაზეც საკითხები, რაზეც თქვენ ჩამოთვალეთ და დაასახლეთ ძალიან სერიოზულ პრობლემებად, რატომ ხდება ასე? ეს არის არაკომპეტენტურობის შედეგი, თუ ამის მიღმა შეიძლება უფრო მძიმე და რაღაც სხვა მიზნები იყოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მე ძალიან მარტივად ვხსნი ამას. არავითარ შემთხვევაში ეს ხალხი არ არის არც მოღალატე, არც შეგნებულად ცუდი საქმის მკეთებელი, არც ვინმე სხვა სახელმწიფოს აგენტი, არც რაღაცა და ამ შემდეგ. არა, ძალიან კარგი ადამიანები არიან. უმრავლესობა, ვიცნობ. მაგრამ სისტემა და გარემო, სადაც ისინი არსებობენ, ამ ადამიანებს ან სრულად უკარგავს, ან დიდად უკარგავს მარგი ქმედების კოეფიციენტი. ვინ ქმნის ამ სისტემას? თვითონ არ არიან? თვითონ არიან, თან ნაწილობრივ არიან, თან ვერ არიან, თან რაღაცაზე დამოკიდებული არიან, თან
აი უზენაეს არგუმენტად რა მოყავთ თავიანთი გადაწყვეტილების საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარე ასე ამბობსო. უყურეთ რა ამბობენ. ჩვენო კონსენსუსი გქონდა პარტიაშიო, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო ესო, ბიძინა. და მას ჰქონდა სხვა პოზიცია, რომ ჩვენ საერთოდ არ ნოყონდეს კანდიდატი. ეხლა უყურეთ, ეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ვართ პარტია, სადაც მთელი პარტია, სულ ყველა გარდა ერთი ადამიანისა, ვართ ერთ ჭკუაზე, მაგრამ ის ერთი ადამიანი, რასაც იტყვის, იმას ვაკეთებთ მერე. აი, შეხედეთ სისტემა, ამას ხო თვითონ ამბობენ. ზოგს ეამაყება და უხარია, რომ აი კონსენსუსი იყო ასეთი. მაგრამ იმ ერთმა თქვა და ასე გავაკეთეთ. ეხლა მანახეთ პარტია ქვეყანაში, სადაც ასე ხდება. კომუნისტური პარტიაც კი არ იყო ასე. წარმოგიდგენიათ, რომ მარტო ბრეჟნევი ყოფილიყო თავის პოზიციაზე, მთელი პარტია თავის უსლოვიან, არ ვიცი, ამიანად, გრომიკოებიანად, ან არ ვიცი, გამსახურდია ყოფილიყო მარტო ერთ აზრზე და მთელი მისი დანარჩენი პარტიის წევრები სხვა აზრზე ყოფილიყვნენ და ესე მოხდებოდა. არ ყოფილა ასე. ამიტომ პარტია კომუნისტურ პარტიას ადარებთ? პარტიაც არ არის, პარტია არ არის, მაგას გეუბნებით, კაცო, კი არ ვადარებ, ვერ ვადარებ, ვერანაირ პარტიას ვერ ვადარებ. კომუნისტურ პარტიასაც კი ვერ ადარებ. ვერ ვადარებ, იმიტომ რომ არ არსებობს პარტია, რომელშიც მისი წევრების სრული შემადგენლობა ღიად ამბობდეს, რომ ჩვენ აი ამას უჭერთ მხარს, ღიად ამბობ, მე და შენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ აი ასე ვთვლით სწორად. და იქვე გვეუბნებოდნენ, რომ არა, ერთმა კაცმა სხვანაირად გადაწყვიტა, ამიტომ ჩვენ ყველა ეხლა ვაკეთებთ ასე. მე მითხარით ასეთი პარტია გაგიგიათ სადმე? ფიდელ კასტროს უთქვა სოდესმე, რომ მთელი პარტია ჩემი წინააღმდეგია ამისი. მაგრამ მე ასე ვთქვი და ამიტომ გამომყვნენ. ან ფიდელ კასტროს პარტიას უთქვამს ასე ოდესმე, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამისი, მაგრამ ფიდელმა თქვა და ამიტომ მივყვებით. ამიტომ პირველ რიგში პარტია ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ასეთი პარტია არ არსებულა ბუნებაში. ამიტომ ამ ადამიანებისგან, ვისაც დღეს ძალაუფლება უყრია ხელში, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი არის ამოცანა, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას. მათ ამ ტვირთს ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრი რაღაცაში გაება, ბევრი რაღაცა გაება რა, ცუდი გაგებით არ ვამბობ, აი ამ არ არის მარტივი გადაწყვეტილებების მიღება. და ამას ჭირდება სერიოზული. მე არ მიკვირს თქვა კახა ოქრიაშვილის. დღეს განაცხადა, რომ გამორიცხულია ჩვენ ოცნება როგორ დაუჭერს უსუფაშვილს ხარსო, უსუფაშვილთან ხო უკვე განქორწინდა ოცნებაო. და ეხლა ახლა ხო არ იქორწინებსო. დიახ ეს ასეა. ოცნება განქორწინდა უსუფაშვილთან. იქორწინა კახა ოქრიაშვილზე. ამიტომ ამ ქორწინებას მე უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, რა ვიცი, ხანგრძლივობას და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ამ ახალ ქორწინებაში შესულმა ოცნებამ ოქრიაშვილთან თუ სხვებთან არ დაივიწყოს ის, რომ მათ აბარიათ ქვეყანა და ისინი აღარ იქნებიან ხვალ თანამდებობაზე, მეც ვიყავი და აღარ ვარ. აღარ იქნებიან თანამდებობაზე და ის დაკნინებული, დარღვეული სისტემა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება თუ დამოკიდებულება სასამართლოს თავმჯდომარე ასე ავირჩიოთ თუ ისე რაღაცა ადმინისტრაციული ძალაუფლება თუ არა აქვს, ესე იგი უნდა გამოვიყვანოთ იქიდან რაღაც შენობიდან, ამიტომ უნდა გამოვიყვანოთ. მადლობა. აი ამ ამბებისგან იქნებ გამოერკვან, იმიტომ რომ ჯერ კიდე როგორც ჩანს 1-2 წელი ამ ხალხმა უნდა ქვეყანა მართონ. მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო კანდიდატობასთან და კამპანიასთან ერთად იმისთვის რომ მაგალითად მოხერხდეს და პრეზიდენტი და უმრავლესობა სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით შეთანხმდნენ რაღაცა კრიტერიუმებზე შეთანხმდნენ რომ ჩვენ მივიღოთ სასამართლოს ისეთი თავმჯდომარე რომელიც პრეზიდენტის და უმრავლესობის ერთობლივ არჩევა იქნება. მე იცით რა არის ოპტიმიზმში მე ზედმეტი არ ვიცი. იმიტომ რომ კი ყველანი დროებით ვართ ამ ქვეყნად მოვლენილი, მე არ ვიცი რამდენი დღე დამჭა, თქვენ რამდენი კიდე იმას და მაშინ გადავიდოთ ფეხი-ფეხზე, რატო უნდა ავიწყიოთ თავი და ასე შემდეგ. თუ ხარ ადამიანი, თუ ხარ თავისუფლების მოყვარული და თუ განცდა რომ შენ სრულფასოვნად გაგაჩინა ღმერთმა იმისთვის რომ შენი როლი და შენი საქმე აკეთო, ოპტიმისტი უნდა იყო, მაშინაც როცა ყველა პესიმისტია. პოლიტიკა და პოლიტიკოსობა და ლიდერობა ეგ არის. და რა ის რომ ჩამოგტიროდეს წვირპირი და ვიყურებოდეთ აკეთიკეთ და რაც შეიძლება სუსტი და ვისურვო პრეზიდენტი და კონკურენტი და რა ვიცი მოსამართლე. მადლობა ბატონ დავით უსუფაშვილს, საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი, უნდა გქონდეს თუ არა